მუდმივად ხდება ჩამოშლა და უნდა ვიცოდეთ სად რა გვაქვს ასეთი ადგილები. უახლოეს დღეებშიც არ გვაქვს თლად სახარბიელო პროგნოზი, ამიტომ ადგილზე ვართ ჩამოსულები, რომ ადგილზე ვნახოთ რა სიტუაციაა, ვიღებთ როგორც ადგილზე გადაწყვეტილებებს, ასევე არის საკითხები, რომელსაც უფრო მეტი დაფიქრება ჭირდება. ცაგერის რაიონის რამდენიმე სოფელშიც მეწყერი ჩამოწვა. სამაშველო ბრიგადები რაიონთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას წმენდნენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე კვლავ არსებობს. საშიშ ზონაში მცხოვრების სოფელ ლაჯანას მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ითხოვს. ამოძნებული წვიმების შედეგად გაწოფებულმა მდინარემ გაარღვია მიწაყრილი, ჯებირები, გადმოვიდა დატბორა მოსახლეობის ნაწილი, შევიდა სახლებში, პირველი სართულები დატბორილი არის სრულიად, შემოიტანა მცის ნაშალი ქანები. სტიქიას ებრძვიან სვანეთშიც. თოვლის საფარმა სოფლებში 5 მეტრს გადააჭარბა. დიდ თოვლობის გამო მესტიის 7 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გაწმენდითი სამუშაოების სრულყოფილად ვერ ტარდება, რადგან ამ დრომდე სვანეთში გადაუღებლად თოვს. პრაქტიკულად ჩაიკეტა ყველა სოფელში მისასვლელი გზა. ცენტრალური გზა სუფთავდება საგზაო დეპარტამენტის მიერ და ეს გახსნილია და სხვა სოფლებთან ჯერჯერობით მანქანით მოძრაობა შეუძლებელია. სტიქიური მოვლენების გამო მთავრობა იძულებულია მეწყერსაშიშის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინოს. გეოლოგების დასკვნის შემდეგ მოსახლეობას, რომლებიც საშიშ ზონაში ცხოვრობენ, სამოსახლო ნაკვეთებს სხვა ადგილას გამოუყოფენ. დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მთავრობაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის დასახმარებლად ყველანაირი ტექნიკაა მობილიზებული. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა დედაქალაქშიც ქარიშხალმა შენობებს სახურავები გადახადა. მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. დილიდან კი სამაშველო ბრიგადები ორთაჭალაში გამოიძახეს, სადაც მშენებარე რესტორნის ნაწილი მტკვარში ჩაიძირა. ნაგებობა მდინარეზე იყო გაშენებული, რის გამოც ობიექტის ნახევარი წყალმა დაფარა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გაწმენდითი სამუშაოები წყლის დონის დაწევის შემდეგ დაიწყება. სტიქიის გამო შენობა ჩამოინგრა დღეს სოლოლაკში ამაღლების ქუჩაზე. შენობა ავარიული იყო და ძლიერ წვიმას ვერ გაუძლო. შემთხვევის ადგილზე თბილისის ვიცემერი მამუკა ახვლედიანი მივიდა, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაპირდა. და როგორია მომდევნო დღეების პროგნოზი, რაჭის შემდეგ მეწყერი ზემო სვანეთს ემუქრება. გეოლოგები ვარაუდობენ, რომ თოვლის დნობის შემდეგ სტიქია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს შეუტევს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც უამინდობის გამო ქვეყნის მოსახლეობას შეექმნება. სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ დაცემას ვარაუდობენ. რიონი, ალაზანი, არაგვი და ცხენისწყალი. ეს ის მდინარეებია, სადაც წყლის დონემ ბოლო 24 საათის განმავლობაში პიკს მიაღწია და კიდევ მოიმატებს. ჰიდროელექტროსადგურების მფლობელებმა გარემოს დაცვის სააგენტოს ნებართვების გაცემას თხოვეს, რათა კაშხალის ფარები ნაწილობრივ გაიხსნას. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ წყალსაცავებიდან მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა არ მოხდეს. რისკის ზონები ამ მდინარეებზე, რომლებიც აი იმ ზოლში იღებენ სათავეებს, რომელიც თოვლით არის დაფარული, ცხადია, ყოველთვის არის. კარგი ამინდის შემთხვევაში, წვიმის წამოსვლის შემთხვევაში თოვლი სწრაფად დნება და ასეთი ვთქვათ ექსტრემალური სიტუაციები ჭირი განმეორებადობის გვაქვს. დარეგეს ცეკვებზე. რო რაღაც მითხონ გეოლოგებს, ხო, დამოსკა სამართლიანი წამოვიდა. უკვე მესამე დღეა, რაც ქართველი გეოლოგები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ნაწილი უშუალოდ სტიქიის ზონაშია, დანარჩენები კი განკარგულებებს თბილისიდან იძლევიან. სამუშაო რუკაზე გეოლოგებს ჯერ მხოლოდ 3 ექსტრემალური ზონა აქვთ მონიშნული, თუმცა ვარაუდობენ, რომ რაჭის შემდეგ მეწყერული პროცესები ზემო სვანეთშიც გააქტიურდება. მომდევნო ეტაპზე უნდა ველოდეთ ალბათ ზემო სვანეთში პროცესების გააქტიურებას. ეხლა მოგეხსენებათ ჯერ კიდევ თოვლის საფარველი მძლავრია, განსაკუთრებით საშიში ხდება თოვლის დნობის და თავსხმაწვიმების ესე იგი ერთდროულად ერთ პროცესში გასვლა და ამიტომ უნდა ველოდეთ, რომ გარკვეული დროის მერე ზემო სვანეთში და მთიანეთს ეს პროცესები, საშიში გეოლოგიური პროცესების გამოვლენა მოხდება. რთულ გეოლოგიურ პროცესებს არადამაიმედებელი ამინდის პროგნოზიც ემატება. დღეს გამთენიისას თბილისში მარტის თვისათვის ნალექების რეკორდული რაოდენობა 75 მმ მოვიდა. ბოლოს მსგავსი მაჩვენებელი ქართულმა სინოპტიკოსებმა ერთი საუკუნის წინ 1999 წელს დააფიქსირეს.
ამჟამად ბულგარეთზე მოქმედებს ატლანტიკიდან გადმონაცვლებული ერთ-ერთი ციკლონი და ამ ციკლონს თავისი ატმოსფერული ფრონტებით ჩვენ ველოდებით. ახლა ქართველი მეტეოროლოგები ატლანტიკის ოკეანის ციკლონის მოლოდინში არიან. ხვალ გამოიდარებს, თუმცა 18 მარტიდან ქვეყანაში ტემპერატურა მკვეთრად ისევ დაეცემა. სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში 7 გრადუს ყინვას ელიან. ჩვენ ველოდებით ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მკვეთრ დაცემას დასავლეთ საქართველოში -4 გრადუსამდე და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7 გრადუსამდე, რაც საშიშია და დააზიანებს ციტრუსების ერთწლიან ნაზარდებს და საადრეო ჯიშის სითბო მოყვარულ კულტურებზე გაშლილ ყვავილს. მეტეოროლოგების პროგნოზით, ღრუბლიანი ამინდი მზიანით საქართველოში 19 მარტიდან შეიცვლება.